მოგესალმებით. დღეს შენთან ერთად ვეცდებით, რომ მოდი ასე ვთქვათ, გავშიფროთ ერთი ძალიან საინტერესო ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის კოდი. ჩვენს წინაშეა მისი 20 აფორიზმი, რომელიც შენ შეგვიგროვე. და ეს ერთი შეხედვით პორტო ბრძნული ფრაზებია, მაგრამ სინამდვილეში მგონი ერთგვარი რუკაა, ადამიანურ ჯუნგლებში გზის გასაკვალად, ხო? ჩვენი მისია იქნება, რომ ამ სიტყვების მიღმა დავინახოთ არაუბრალოდ რჩევები, არამედ რაღაც უნივერსალური პრინციპები. და შევამოწმოთ, რამდენად მუშაობს ეს ძველი სიბრძნე, აი დღეს, ჩვენს 21 საუკუნის რეალობაში. საინტერესო ფორმულირებაა კოდის გაშიფრვა მომწონს, იმიტომ რომ იოსელიანი ზუსტად ამას აკეთებს. ის შიფრავს ადამიანურ ბუნებას. და მას აკეთებს იცის საოცარი პირდაპირობით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. მისი სიტყვები ხანდახან მწარია როგორც წამალი, მაგრამ ამბად ზუსტად ასეთი სიმწარია ხოლმე საჭირო. რომ არ დავიკარგოთ, მოდი ჩვენი საუბარი ასე ავაწყოთ. ჯერ ვნახოთ, რას ფიქრობს იოსელიანი ზოგადად ადამიანებზე, მათ სოციალურ ნიღბებზე, მერე ჩაუღმავდეთ უფრო პირადულს, სიყვარულს ღალატს და ბოლოს ვნახოთ, რა დასკვნამდე მივდივართ. როგორ ვიპოვოთ საკუთარი ადგილი ამ ყველაფერში. მაგარია. ესე იგი, ჯერ გარემოს ვსწავლობთ. დიახ. მერე პირად ურთიერთობებს და ბოლოს საკუთარ თავს. კარგი, დავიწყოთ პირველი თემით. ადამიანის ბუნება. პირველივე ციტატა, რომელიც შენს მასალაშია, თითქოს რაღაც განაჩენივით ჟღერს. ცუდ ამინდს კი მოყვება კაი ამინდი, მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს. სიმართლე გითხრა, ეს ცოტა მაშინებს. ეს ხო პირდაპირ ეწინააღმდეგება მთელ თანამედროვე იდეას, პიროვნულ ზრდაზე, რეაბილიტაციაზე, იმაზე, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია უკეთესი გახდეს. ზედმეტად პესიმისტური ხო არ არის? მესმის, რასაც ამბობ. ნამდვილად კატეგორიულია ეს ფრაზა. მაგრამ მოდი ასე შევხედოთ. იქნებ ის კი არ ამბობს, რომ ადამიანი ვერ გამოსწორდება, ან ვერ ისწავლის უკეთესად მოქცევას, არამედ იმას, რომ მის შიგნით არსებული, ესე იგი, ოპერაციული სისტემა, მისი ბირთვი, ფუნდამენტალურად არ იცვლება. ანუ ცუდმა ადამიანმა შეიძლება ისწავლოს კარგად მოქცევა, მაგრამ მოტივაცია შეიძლება მაინც ეგოისტური ჰქონდეს. ამას ძალიან კარგად ხსნის მეორე ციტატა. როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ, გულგრილები გივიწყებენ, თავხედები კი უფრო თავხედდებიან. აი, ეს უკვე საინტერესოა. ანუ შენი ერთი და იგივე ქმედება. ამ შემთხვევაში სიკეთე. ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც სხვების ნამდვილ ფერს გიჩვენებს. ეს ხომ პირდაპირ ეხება ჩვენს ონლაინ სამყაროს. დაწერ პოზიტიურ პოსტს და კომენტარებში ზუსტად ამ სამ კატეგორიას მიიღებ. არა, მადლიერ ადამიანებს, მათ ვინც პროსტა გაატარა და მათ ვინც ამ შენ სიკეთეშიც კი რაღაც ცუდს ეძებს და კიდევ უფრო აგრესიული ხდება. გამოდის იოსელიან სოციალური მედიის ალგორითმი ქონდა გაშიფრული, სანამ ის საერთოდ ზუსტად, აი ეგაა, ის ქცევის მიღმა იყურება და ადამიანის შინაგან მექანიზმს ხედავს. და ეს მუშაობს არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის შეფასებისასაც. როცა ამბობს, არ შეიძლება ყველას უყვარდე, ან სძულდე, მაგრამ გააჩნია ვის სძულ ხარ და ვის უყვარ ხარ. ის გვეუბნება, შეწყვიტე ყველასთვის თავის მოწონების მცდელობა. შენი ღირებულება იმით კი არ იზომება, რამდენი ლაიქი გაქვს. არამედ იმით თუ ვინ გილაიქებს, ვისთვის ხარ ავტორიტეტი, ვისი აზრია შენთვის მნიშვნელოვანი. ეს არის ერთგვარი ფილტრი, რომელიც გვეხმარება სოციალური წნეხისგან გავთავისუფლდეთ. და ამ ფილტრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ჩანს, საკუთარი თავია. მეათე ციტატა ხვამაზეა. როცა სხვის თვალში ბეწვს ვეძებთ, საკუთარში მორი მაინც უნდა დავინახოთ. ესეც პირდაპირ დღევანდელობას ეხმიანება, ეწოდებულ cancel cultures. სანამ სხვა საჯაროდ განვსჯით და მის შეცდომებზე ვსაუბროთ, იოსელიანი გვეუბნება, ერთი წამით შეჩერდი და საკუთარ თავს შეხედეო. ეს არ ნიშნავს, რომ უსამართლობაზე თვალი უნდა დავხუჩოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ გვახსენებს, რომ მორალური უპირატესობის განცდა ძალიან სახიფათო რამ არის. დიახ, ეს არის თვითრეფლექსიისკენ მოწოდება, რომელიც დღეს როცა ყველას აკრიტიკებს, განსაკუთრებით აქტუალურია. საბოლოო ჯამში, ამ პირველ ბლოკში იოსელიანის მთავარი მესიჯი მე მგონი ასეთია.
ადამიანული ურთიერთობების ლაბირინთში გასარკვევად გეზი საკუთარი თავიდან უნდა აიღო. თუ საკუთარ თავს არ იცნობს, სხვას ვერასდროს გაუგებ. გასაგებია. და თუ ადამიანის ბუნება ასეთი რთული და ხშირად უცვლელია, ეს ხომ პირდაპირ გავლენას ახდენს ყველაზე პირადულ ურთიერთობაზე, სიყვარულზე. მოდი, გადავიდეთ მეორე თემაზე. აქ იოსელიანი კიდე უფრო კატეგორიული ხდება. ციტატა, რომელიც ალბათ ყველამ იცის. გიყვარდა და აღარ გიყვარს. ასეთი რამ არ არსებობს. თუ მართლა გიყვარს, სამუდამოდ გიყვარს, თუ გადაგიყვარდა, ესე იგი არც არასოდეს ყვარებია. გულახდილად რომ გითხრა, ეს ფრაზა ყოველთვის მაღიზიანებდა. ძალიან ლამაზად ჟღერს კი, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანების გზები უბრალოდ გაიყაროს. ეს ფრაზა თითქოს აუფასურებს იმ გრძნობებს, რაც ადამიანებს წარსულში ჰქონდათ. ზედმეტად იდეალისტური და არარეალური ხომ არ არის? ხვდები შენს რეაქციას. ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საკამათო აზრია. მაგრამ მოდი, ვცადოთ, მისი ლოგიკით ვიფიქროთ. იქნებ ის სიყვარულს განიხილავს არა როგორც ემოციას, რომელიც პეპლებივით დაფრინავს მუცელში, არამედ როგორც ფუნდამენტურ არჩევანს, მდგომარეობას. ემოციები ცვალებადია, დღეს გიხარია, ხვალ გწყინს. იოსელიანისთვის კი ნამდვილი სიყვარული ამ ემოციების მიღმა დგას. ის არის გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანის გვერდით იყო. ამიტომაც ამბობს, სიყვარული თუ არ იცი, ყველაფრის სწავლას დაანებე თავი და სიყვარული ისწავლე. ანუ სიყვარული ნიჭი კი არაა. არა. უნარია, რომლის დაუფლებაც შეიძლება, როგორც მანქანის ტარება ან უცხოენა. ეს სრულიად ცვლის პერსპექტივას. ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ, რომ სიყვარული თავისით უნდა მოვიდეს, როგორც მეფის დაცემა. იოსელიანი კი გვეუბნება, რომ ეს პროფესიაა, რომელსაც სწავლა და შრომა სჭირდება. ზუსტად და საკმაოდ მძიმე შრომა. ამიტომაც ამატებს, სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური დაუნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს. ეს პირდაპირი დარტყმა რომანტიკულ კომედიებზე, სადაც ყველაფერი მარტივი და მსუბუქია. ის გვეუბნება, რომ სიყვარული არის პასუხისმგებლობა, სიმძიმე, რომლის ტარებასაც შინაგანი ძალა სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ სიამოვნება, ეს არის გამოცდა და ამ გამოცდას ყველა ვერ აბარებს. და თუ ამ გამოცდას ვერ აბარებ, მაშინ ჩდება ღალატი. და აქ იოსელიანი აღარ ხუმრობს. მეხუთე ციტატა ალბათ ყველაზე პირდაპირი და სასტიკია. არ დიახ, სიმძაფრე გასაოცარია. მაგრამ აქ მგონი უფრო ღრმა რამეც დევს. მისთვის ღალატი არ არის უბრალოდ შეცდომა. ეს არის ადამიანის არსის მისი პრინციპების ღალატი. ამას გენიალურად აყალიბებს მერვე ციტატაში. მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს. დაფიქრდე რა საოცარი ფორმულა. მოღალატე იმდენად მოწყვეტილია სიმართლეს, რომ მისი პირით წარმოთქმული სიტყვა ერთგულება თავად ამ ცნების შეურაცხყოფაა. ეს იგივეა ქურდი რომ პატიოსნებაზე გიკითხავდეს ლექციას. ღალატი რყვინს არა მხოლოდ ურთიერთობას, არამედ თავად ენას, სიტყვების მნიშვნელობას. ვაუ! გამოდის, რომ მის სამყაროში სიყვარული და ღალატი არ არის პროსტა ორი სხვადასხვა გრძნობა. ეს არის ორი სხვადასხვა სამყარო, ორი ფასეულობათა სისტემა, რომელთა შორისაც კომპრომისი შეუძლებელია. ან ერთ მხარეს ხარ, ან მეორეზე. და ეს მივყავართ მესამე, ყველაზე მთავარ კითხვამდე. თუ სამყარო ასეთი რთულია, ადამიანები ხშირად არასანდო, ხოლო სიყვარული ასეთი დიდი პასუხისმგებლობა, მაშინ როგორ უნდა ვიცხოვროთ? ეს არის კითხვა, რომელზეც იოსელიანი ყველაზე ფილოსოფიურ პასუხებს გცევს და მისი პასუხის გასაღები ერთ სიტყვაშია ავთენტურობა. ანუ იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ. ამას პირდაპირ ამბობს. ამ ქვეყანად ყველას თავისი ადგილი აქვს. შენი სკამი იპოვე და იქ დაბძანდი. შენი სკამი იპოვე. ეს ძალიან ძლიერი მეტაფორაა. განსაკუთრებით დღეს, როცა სოციალური მედია მუდმივად გვაჭვენებს სხვების სკამებს. მათ წარმატებას, მოგზაურობას, ბედნიერებას და ძალიან ადვილია შენც მოგინდეს იმ სკამზე დაჯდომა, რომელიც შენი არ არის. იოსელიანი გვაფრთხილებს, რომ სხვისი ცხოვრების მცდელობა თავიდანვე განწირულია. ზუსტად და ამას კიდევ უფრო ამყარებს მე-16 ციტატა. ერთხელ ეძლება ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო. საკვანძო სიტყვებია შენი გუნებისად, შენი რწმენისად. ეს არ ნიშნავს, რომ ეგოისტი უნდა იყო და სხვები არ გაითვალისწინო.
ეს ნიშნავს, რომ შენი გადაწყვეტილებები შენი შინაგანი კომპასიდან უნდა მოდიოდეს და არა საზოგადოების მოლოდინებიდან. მაგრამ იოსელიანი იმასაც გვეუბნება, რომ ეს გზა მარტივი არ არის და მთავარი დაბრკოლება გარეთ კი არა ჩვენშია. აჰა, ადამიანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია. ესეც ერთ-ერთი ისეთი ფრაზაა, რომელიც ხშირად გვესმის, მაგრამ იშვიათად ვფიქრდებით. გამოდის, რომ საკუთარი სკამის პოვნისთვის ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ შიშებთან, სიზარმაცესთან, ეჭვებთან გვიწევს. ეს მე პირადად ძალიან მახსენებს მომენტს, როცა რაღაც ახლის დაწყება გინდა. მაგრამ შინაგანი ხმა გეუბნება, არ გამოგივა. სხვები შენზე უკეთესები არიან. აი ეგ არის ის მტერი, რომელზეც იოსელიანი საუბრობს. დიახ, და ამ ბრძოლის მოგება არის სწორედ საკუთარი თავის პოვნა. და როცა ამას ახერხებ, მაშინ ხვდები, რაშია ნამდვილი ბედნიერება. და ის იოსელიანის აზრით სულაც არ არის მატერიალურ კეთილდღეობაში. მე რომ მკითხო, ერთ-ერთი ყველაზე რთბილი და ლამაზი ციტატა ეს არის. მე რომ მკითხო, ბროლის კოშკს მიწური ფაცხა მირჩევნია, შიგ შუა ცეცხლი გენთოს და ელოდე ვინმეს. საოცარი სურათია. ბედნიერება აქ არის არა ნივთი, არამედ პროცესი, მოლოდინი და არა ფუფუნებაში, არამედ სითბოში და ადამიანურ კავშირში. მთავარია გქონდეს ადგილი, სადაც ვიღაცას ელი და ადამიანი, რომლის მოსვლაც გიხარია. ეს თითქოს მთელ თანამედროვე სამოხმარებლო კულტურას უსვამს ხაზს. დიახ, ეს არის საბოლოო დასკვნა. თუ შევაჯამებთ, იოსელიანის ფილოსოფია ასეთია. ცხოვრების აზრი არის არა გარეგნულ წარმატებაში, არამედ შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში, საკუთარი სიმართლის პოვნაში და იმ მცირე, მაგრამ ნამდვილად ადამიანური კავშირების დაფასებაში, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აზრს სცემს. თუმცა ის რეალისტია და იცის, რომ ეს გზა იოლი არ არის. ამიტომაც გვაფრთხილებს, ჭკუა დარდია და ჭკვიანი დარდიანი. რაც უფრო მეტს ხედავ და იგებ, მით უფრო მეტ ტკივილს ამჩნევ სამყაროში. მაგრამ ეს არის ფასი, რომელსაც იხდის სიღრმისთვის. მისთვის ჯობს იყო დარდიანი და ჭკვიანი, ვიდრე უდარდელი და ზედაპირული. მაშასე, რა გამოგვივიდა? ოტია იუსელიანის ეს ერთი შეხედვით მარტივი ფრაზები სინამდვილეში ცხოვრების კომპლექსური ფილოსოფიაა. ჩვენ დავშალეთ ის სამ ნაწილად. ჯერ ვნახეთ, როგორ ხედავს ის ადამიანის უცვლელ ბუნებას და სოციალურ თამაშებს. მერე ჩავუღრმავდით სიყვარულს, რომელიც მისთვის არა ემოციაა, არამედ უნარი და პასუხისგებლობა და ბოლოს მივედით დასკვნამდე, რომ ცხოვრების მთავარი მიზანი საკუთარი ავთენტური გზის პოვნა და ნამდვილი ადამიანური კავშირების დაფასება. იმედი მაქვს ამ საუბარმა შენს დაგეხმარა ამ ნაცნობ ფრაზებში რაღაცა ახალი და შენთვის აქტუალური დაგენახა. გაწმლებული ვარ ასია. იოსელიანის სიტყვების ძალა მის მარადიულობაშია. ეს არ არის რჩევები, რომლებსაც ვადა გაზდის. ეს არის ადამიანური გამოცდილების კონცენტრატი. და მინდა ჩვენს მსმენელს დასასრულს ერთი საფიქრალი დაუტოვო, რომელიც ისევ იოსელიანის სიტყვებს ეფუძნება. ის ამბობს: მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავი ცხავს. ამდენი რთული და მძიმე თემის განხილვის შემდეგ, იქნებ დაფიქრდე, შენს ცხოვრებაში, შენს გარშემო, დღეს, ამ მომენტში, რა არის ის მშვენიერება, რომელსაც მხოლოდ შენ ხედავ? ამ ყველა აფორიზმიდან, რომელი გეხმარება ყველაზე მეტად, რომ ეს შენი უნიკალური მშვენიერება დაინახო და დააფასო.